ესე იგი, ახლა მე მოვედი ბოროვიკზე და ვნახოთ აბა ჩვენი სექტორი. სერიოზული დღე კი არის. ძალიან დამღლელია. ეხლა ვიდეოში რა გიქნება, მაგრამ ძალიან დიდი დაღმართია და ჯაჭვი გავაკეთეთ და ჩაგვაქნენა. ავიღალით ძალიან ჩატანაში ძალიან დიდი დაღმართი გვაქვს, მაგრამ რას ვიზავთ? სპორტია და ყველაფერს უნდა შევეჩვიოთ. სერიოზული პლატფორმაა. ესეთი სექტორი შეგვხვდა მეგობრებო. მოდი ამე მიდის მეგობრებო. 73 და მიმდინარეობს მეგობრებო მარკირება. უკრაინელებთან ძალიან გადასული ვიყავი და გავარკვეთ დისტანციები და ეხლა დავამარკერებთ და ჩვენ სტრატეგიასაც შევიმუშავებთ. ეხლა გამოვედი დაზვერვას ვაკეთებ საკმაოდ მოცილებით. ჩვენები არიან ეხლა არ ჩანს, მაგრამ ეს არის უკრაინა და ამათ გვერდითგანა ჩვენები. უბრალოდ ყურე არის და ეგეთ ასე ვთქვათ. საკმაოდ შორს ვარ ეხლა ჩვენი ბიჭებისგან. უბრალოდ იდეა ის არის, რომ ესენი არიან ხორვატია, მასპინძლები, ფავორიტები. და გვაინტერესებს რამდენი წერტილი აქვს გაკეთებული, რა დისტანციაზე თევზაობენ და რა ფერის სატყუა რა აქვთ. მართალია შორს არიან ჩვენგან, მაგრამ სატყუარსფერი მაინც საინტერესო არის, იმიტომ რომ ეს ისეთი ტბარი წესით ბევრი თევზი არ უნდა იჭირებოდეს და ყოველ თევზს მნიშვნელობა აქვს. ერთი საინტერესო რაც ვნახე არის ის, რომ ზიგები ვყენიათ. ორანგეს ზიგზე ამუშავებენ. სხვაზე ჯერჯერობით ბოროვიკზე აქეთ რასაც უყურებ, ზიგი არავის არ აქვს რა. მაგრამ თევზოთ არიან. ნახოთ. ბოლო დაკვებამდე დარჩენილია 1 საათი. მოგესალმებით ყველას, აბა როგორ ხართ? მოკლედ დაიწყო დღე პირველი. მე მომაგრებული ვარ ლოჯისტიკაში, ბეზონაში, ბერტში არიან ჩვენი ბიჭები. კუთხის სექტორია პირველები დგანან და შემდეგ დგას სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეთევზე, ხორვატი დალიბორ ბანაი. საკმაოდ ისეთი მეთევზია, გონება მახვილური და ჭკვიანი, ალღოიანი და მოკლედ აი ამ სპორტსმენის გვერდზე უწევთ თევზაობა ბიჭებს. აი ხედავთ ახლა რამდენი ხალხი დგა მისი სექტორის უკან დაზვერვაში, რომ აიღონ ინფორმაციები, მიაწოდონ თავიანთ გუნდებს. რა თქმა უნდა, იგივე დავალება მქონდა მეც. აი გაჩვენებთ უბრალოდ რამდენი ადამიანია. ცოტა კიდე წავიდნენ, შეცოტავდნენ. ადამიანი არის ჩვეულებრივ სტრესში, იმდენი მაყურებელი ყავს უკან. აი ესენი არიან ყველა სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვიდან, იღებენ ინფორმაციებს და აწვდიან თავიანთ ლოჯისტიკას და სამწვრთნელო შტაბს. ჩვენები როგორ წყნარად არიან იქით თავისთვის. აი ესე გამოიყურება ჩვენი ბიჭების სექტორი, აი ეს ყველაზე მაგარი დროშა მსოფლიოში. აბა როგორი განწყობა გაქვთ ბიჭები? აბა რა. აი ეს კუთხის სექტორია, აქეთ ფაქტიურად კომფორტული ზონაა, ეგრეთ წოდებული ჟარგონულად რო გითხრათ კრაი. ყველასთვის სასურველია ხოლმე. უბრალოდ ერთადერთი მინუსია აქ რაც არის, ის არის რომ წყალი არის თხელი. ცოტა დაბალი წყალია, თუ გვინდა მზიანი ამინდი, უბრალოდ ხა ცოტა მოღრუბლულია
მაგრამ იმდენი თევზია საერთოდ ევროპაში ესეთ ტბებზე და ისე უფრთხილდებიან და ულიან, რომ მაინც შემოვა, მაინც დადგება კორმზე, გამორიცხულია, რომ ცუდი ჭერა იყოს. ესე იგი საღამო 7 საათი არის მეგობრებო და ჩვენ ზონაში ჩვენმა მეწობლებმა დაიჭირეს თევზი. აი ხა მივდივარ, ვნახო რას აკეთებენ. თუმცა მეზობლები თუ ესეთი ხმამაღლადი ნათქვამია დაახლოებით 300 მეტრში დგანან ალბათ ჩვენგან. მაგრამ ეს უღრანი ტყე არის ჩამოსასვლელი. ხამდება და ეს დამეთ კომფორტული არ არის სიარული. გარი ხედი კი აქვს აქედან. ესე გამოიყურება მათი ზონა. აბა მოსაღამო და კერ დაგვიღამდა, ჰა ლაშა. აბა განწყობა როგორა? თვალა საბრძოლო განწყობაზე. დადებიები კარგია, მარტივი კარგია. საცობები არ გვაქვს. მეზობლების ვერ იჭერენ და თევზის აქტიურობა უფრო და უფრო საღამოს იგრძნობა წყლის ნაპირებზე გამოდის. ანკაი. აცლევანი პევია ბეგებს აკეთებს. ლევან მზადებით ღამისთვის. გონია რომ ღამე ავიყვანთ რამოდენიმე თევზს. მედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქტიურობა საღამოთი უკვე იგრძნობა თევზის. ო, ბევრი გამოსვლებია წყალში, ხტუნაობს თან ისე ძიმეთ ხტუნაობს, რომ წესით თუ დავიჭერთ დიდი თევზი უნდა დავიჭიროთ. მოგეთ ესე იგი მეგობრებო, ეხლა სადუნიშვილი ყავაძის გუნდთან მივედით და მესამე თევზი დაიჭირეს. ჯერჯერობით 3 თევზი ყავთ. მაგათ ქართველი შვილს ყავს 1 თევზი და აი მეორე ტბაზე მოკლედ გონი რომ ჯერ კიდევ არაფერი არ ყავს, დილას არ ყავდათ, უბრალოდ ცუდი ის არის რომ ტელეფონი არ იჭერს, მაგრამ დიდი ალბათობით ალბათ თევზი იქაც არ იქნება. რა თუ რა სიტყვა? მოკლედ ძალიან მედიანათა ვარ ბერთში, იმიტომ რომ ალღო ართვა, უკვე იცის რა უნდა გააკეთოს, ნოდომ ბოროვიკზე არ ყოფილი ვარ, არც სეზონაში არ ყოფილი ვარ, ეხლა ვეცდები რომ იქაც ჩავიდე, ნახო. Ну, მოკლედ ერთი რამეც ასახათ იკვეთება, რომ კონკრეტულად იოშავას ტბაზე საჭირო არის დისტანცია, შორსი მუშაობა. Ну, ყოველ შემთხვევაში მეორე ნაპირისკენ მაქსიმალურად და იჭერენ ის გუნდები კარგად, ვისაც შედარებით ვიწრო სექტორი აქვს და ადვილად წდება მეორე ნაპირს და ნოდარი წდება ასე თუ ისე არეალსაც ტოვებს და ну, შედეგით სახეზია რა. უკვე 3 თევზი ყავს და იმის მეზობელს, რომელიც ადგილობრივია და ნომერ პირველი სპორტსმენია, 5 თევზი ყავს, ეგეც იმიტომ, რომ იმან იცოდა სტარტზე რა უნდა ექნა უკვე. და მე ვფიქრობ, რომ დავწინაურდებით და გადავასწრებთ ხორვატ სპორტსმენს. კაპიტნების მესამე შეხვედრა მიმდინარეობს. ხდება გარკვეული კითხვების დაზუსტება. დღემესამე მეგობრებო გათენდა საინტერესოდ ვარ ბოროვიკზე სეზონაში, სადაც კი არა ბოდიშ აზონაში, სადაც თევზი არ ყავდა, არ ყავდათ ბიჭებს თევზი, მაგრამ არის თევზი არის და ერთ მაგარ ისტორიას მოგიყვებით, მოკლედ გუშინ წავედი სათევზაო მაღაზიაში, ადგილობრივ სათევზაო რაღაცა სოფლის მაღაზიაში, სადაც მინუს სართულზე აქირავებდა ველოსიპედებს და 0 სართულზე ქონდა სათევზაო მაღაზია და მივედი ველოსიპედის აქირავებად და იქ ლაპარაკისას რაღაც რომ დავიწყეთ ლაპარაკი, მიხვდა რომ სოფლიო ჩემპიონატის ხალხი ვიყავით, ასე ვთქვათ, კითხა ქვეყანა და მეუბნება რომ ბოროვიკზეო რა შვებითო, მე კი თევზი არ ყავს, მაგრა გვიჭირს და დილის 8 საათი იყო რა, ხო და ესე იგი, სად გახარო რუქაზე მანახეო რა, ამოვიღე ვანახე ადგილი, მე კი აქვთ გავარ. ერთი წამიო ამოიღო ტელეფონი, ფოტო გადავუყო და დილის 8 საათზე ურეკავს ვიღაცა ტიპს. ეს ტიპი გააღვიძა, ხო და რაღაცას ხორვატულად ელაპარაკება, რაღაცა გრუზიეთან ესიამს, გრუზიე რაღაცებს იმაშება და გათიშა და მოკლედო ერთი წამიო და იმაშება, თან ველაპარაკობდა, ნუ ერთმანეთთან რაღაც მუნჯრუათ რო ვაგებინებთ რა.
იმაზე რა ქვია, პასტაზე დამეცა ფურცელი აიღო, დამიწერა რომ 20 მეტრიდან 20 მეტრიდანო 40 მეტრამდეო მაგ ადგილასო თევზო დაიჭერთო და იმას ქენითო რა ქვიაო. მანდ სადეთო ერთი თევზიო. წამოვედი ეგრევე, მოვედი ბიჭეს უთხარი რომ მეთქი მოდი ესე გავაკეთოთ 25 მეტრი დავკვებოთ 27-ზე ჩავაგდოთ მეთქი ტაიგერების და ორი ცალი მასადგა მეთქი ორი ტაიგერი დავაყენოთ და ხელი აღარ ვახოთ მეთქი მარტო დავკვებოთ იმით რა ქვია ტაიგერი 5 ტაიგერი მივცეთ ერთი სიმინდი და ხვალ დილამდე მეთქი ხელი არ მოკიდოთ იქნება დაარტყას და დღეს დილის 6-ის ნახევარზე 11 და 700-იანი ამური დავიჭირეთ და ეხლა რატო არის თევზი მნიშვნელოვანი რომ აქ 17 გუნდიდან 8 თევზი არ ყავდა. შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაგრად ავიწიეთ რეიტინგში და ზოგადად საერთო ნაკრების რეიტინგიც ავიდა ზევით. დღეს ახლა კიდე რაღაცა იდეები გვაქვს და ამებს განვახორციელებთ და კიდე აქ თუ ერთი ესეთი დავამატეთ, ძალიან მაგარი თემა იქნება. ვაშა, აბა ერთი ორი სიტყვით გითხარი. თუ არა დავამატებთ აუცილებლად უეჭველი. როგორც ყოველთვის ამოწევს. აი ესეთი ტაიგერებს აშრობენ ბიჭები, ძალიან დიდ პევებს აკეთებენ. ლევანი გვანახებს ახლა. გაითარებ. პრემიას გაკეთება, ტაიგერის გაშრობას ველოდებით და აჰა, ძალიან კაი, ძალიან კაი. მოკლედ წინ ძალიან მაგარი 24 საათზე ცოტა მეტი 28 საათი დაგვრჩა. აი მეგობრებო, აი ამ ჯადოსნურმა მონტაჟმა დაიჭირა თევზი ფოკუს ვერ იღებს კამერა კარგად. ეს ამაზე დაჭდა მოკლედ. ხო, ეს ხელსაც შეეხება წეგანო ისტორიას ყვებოდი გუშინ. არ ვიცი, მოხერხება უნდა მაგას ბავშვობიდან ველოსიპედზე ვზივარ კი არა, რა ვიცი. ფიქრობ რომ ძალიან კარგად დამყავს. ძალიან ხელით ხელგაშვებული ყველაფერი, მაგრამ საკმაოდ სასაცილო მდგომარეობაში, აი ეს ნაქირავი ველოსიპედით წავიქეთი ძალიან ცუდად. ძალიან ბედნიერი ვარ რომ რაღაცა არ მოვიტეხე, იმიტომ რომ ამოყირავდი, ანუ თავით წავედი, წარმოიდგინეთ და გადავარდი. ფეხები, ხელები, ყველაფერი დავისისხლიანი, ასე ვთქვათ. ველოსიპედი გავტეხე დაჟე. დღეს რომ მივხვარე იმას დამტრეული ველოსიპედი. თვითონაც ეცინებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მოვრიგდით და მესაც ვთქვათ, ბევრი არ გადამახტევინა. ხო და მოკლედ ეგეთი ამბები. ეხლა კიდევ 27 მეტრზე თევზი დავიჭირეთ და ეხლა 32 მეტრზე პევიათი, კიდევ განახებთ როგორი პევიათი. მიუდებთ მეორე ანკეს. ერთი ორი სიტყვით აბა აი საატირებს ნახევარ ბოროვიქს. ტაიგერის მონტაჟი, ბალანსი, ესე დგება და თვითონ მსგავსი ძირს არის და ძალიან ბევრი ტაიგერი რომ პრეზენტაცია კარგად კონდეს რა. ბევრი ტაიგერი ერთად იყოს და ბევრისგან ეს იქნება განსხვავებული ცოტათი ამოწეული. შესაბამისად თევზისთვის მეგონი საინტერესო იქნება. იდეა რაც დავიჭირე. წავიდა. 10-იანი ამური. სტრატეგია გვაქვს. შემდეგნაირი ამ მანკასებს რო ჩავყრით, შეიძლება ხვალ ტურნირის დასრულებამდე ხელი არ მოვკიდოთ, მაგრამ იმედია მოვკიდოთ, იმიტომ რომ თევზი დაждდება. ჩვენი მუღამი და სტრატეგია ამ ეტაპზე არის ის. აი ნახეთ რა ახლოს მიდის. Sorry, could you say that again? ჩვენი სტრატეგია არის რომ დავიჭროთ ერთეული თევზი. იმიტომ რომ აქ ერთეული თევზი მოიგებს. შესაბამისად ეს კლასიკური ტურნირის თევზაობისგან მაგრად განსხვავდება. მიმდინარეობს ახალი წერტილის დაკვება 75 მეტრზე. 7 ტაიგერი, ერთი სიმინდი. ბოილი სრულად ამოღებული გვაქვს ხმარებიდან ლოქოების გადამკიდე.
ძალიან მაგარი ინფორმაცია. რომ ვამბობდი, რომ ბოროვიკის ტბაზე ერთი თევზი ძალიან წაგწევდა რეიტინგში, ასეც მოხდა. ეხლა დაიდო რეიტინგები, მეგობრებო, და ტურნირის დასრულამდე დარჩენილია მხოლოდ 24 საათი. და ვართ მე-9 ადგილზე. ჩვენი მიზანი იყო ათეულში შესვლა, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში 33 ქვეყნიდან. და ჯერჯერობით ვართ მე-9 ადგილზე. ამ ეტაპზე ბოროვიკზე ვიდეოში თქვენ ნახეთ, წერან რომ ტაქტიკები შევცვალეთ, გადავაწყოთ და საღამომდე ბიჭები არაფერს არ შეცვლიან, თუ თევზს დაიჭერენ, მომწერენ, წავალთ და ერთად ვიმშერეთ რა უნდა გაკეთდეს. ეხლა საბრძოლოა სეზონაში, ბეზონაში სადუნიშვილი და ყოაძის გუნდი საკმაოდ წარმატებით თევზაობენ და ცოტათი გვიჭირს ჯერჯერობით სეზონაში. ეხლა მივალ ლოჯისტიკის ბიჭებთან ერთად გავივლით სტრატეგიის საკითხებს, რაზე იჭირება, რაზე აქტიურობს თევზი და ვნახოთ. აბა, მანდაც თუ დავქაჩეთ, შეიძლება ძალიან კაი პოზიციები დავიკავოთ. აი მივემართები სეზონისკენ. ბრიტანელები, ინგლისელები აქ არიან. ვისაც ფიშინგი გიყვართ, კორდას და ფოქსის ფილმებში ეს ხალხია ხოლმე. ასტომსახებს აინახავთ. შვებიან ინგლისელებს საკმაოდ ბევრი თევზი ყავს დაჭერილი. აი საფრანგეთის ისინი. ეს საფრანგეთის ფედერაციის პრეზიდენტი. ეს ერთ-ერთი თავარი კაცია მოკლედ ამ თემაში. წავედით ახლა ჩვენებთან სეზონაში. აი ესე გამოიყურება იოსავა. აქეთ მინდორია, ტრიალი მინდორია, მაგრამ შიკა და შიკ არის ლამაზი ადგილები. ესე იგი მეგობრებო, აი როგორ ეტყობა ხოლმე იცით ქვეყნების სვიმებს რა. აი ას გულისხმობთ, უყურეთ, ეს არის სამხრეთ აფრიკის სვიმი, რომლებსაც ძალიან განსხვავებულად აქვთ ხოლმე, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული ისინი აქვთ, რა ქვია. გაშლა, კარვები, ახეთ აი აქ უყენია ზევით ტაიმერები და 4 ანკესის ტაიმერი აქვს დანიშნული და როდის უნდა გააკეთოს ანკესის გადაგდება ხოლმე, ამის ინიშნავს. კარავიც ხონაერი აქვს, მარტო ამათ აქვთ ესეთი კარავი, რიჯმანკის კარავს გავს, მაგრამ არა რიჯმანკი. ჩვენ მაგალითად რაღაცნაირად ჰიბრიდი გვაქვს ხოლმე რა, აი ჩვენ სტილს ევზაობისას რო დააკვირდეთ. არის რაღაცა სლავურის და ევროპულის ნაზავი. ინგლისელები საერთოდ სხვანაირად ევზაობენ, სტილი სხვა აქვს ევზაობის. ფრანგები სულ სხვანაირად ევზაობენ. მოკლედ საინტერესო არის ეს ყველაფერი. აი მივუახლოვდით ჩვენების სექტორს. ჯერჯერობით ამ სექტორში გვაქვს დასაკაჩი, აქაც ჩვენ თუ დავკაჩავთ, მაშინ მართლაც რომ ისტორიულ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ. აი ესეთი სვიმი აქვთ. მოწესრიგებული სექტორი, ლამაზად, შვენივრად. ახდება ბიჭებო, აბა ეხა თევზები გვინდა, თევზები. იქნება 24 საათი წინ გვაქვს ბიჭებო. იქნება. ესე იგი, მივედი თუ არა ეს სექტორში, გამოვიდა რომ კაი ფეხიც მივიტანეთ. თევზი დავიჭიეთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ეხლა ლაივში იმედია რომ იქნება პირველი ჩათვლადი და იქნება კობრი და არა ლოქო. იმიტომ რომ ლოქოები ჭდება რა. აი და მაინც აგრესიული ჩარტყმა არ ქონია, ნახოთ. თევზი ძალიან გვჭირდება.
ნელა მოიყრის ახლა ხალხი უკან აქ. გაჩერდებიან. წავა დაზვერვა. რაზე გამოიყვანა, რაზე არ გამოიყვანა. მოდიან ნელა მოვა ახლა ხალხი შემოიკრიბება. გჭირდება დიდი კობრი. ამორი თუ იქნება მით უკეთესი. აი აქ არის სია. ბიჭებს ყავთ დაჭერილი 1 2 5 6. 6 თევზი არის აწონილი. იქნება მეშვიდე, იქნება, აბა რა. იქ სადაც თევზი გჭირდებოდა. ზუსტად იქ გვაქვს შარტყმა. ვინც ის იქნებ? მეცხრე ადგილიდან კიდე ზევით ავიწიოთ. დისტანციაზე მიდის ზოგადად თევზაობა, შესაბამისად გვიყენია ძალიან წვრილი ძუვები და ფაქიზად უნდა თევზს გამოყვანა. ზოგადად ვაგვირდები ძალიან ძლიერი თევზი ყავს იოსავას ტბას ბოროვიგზე. ნაკლებად იბრძვისო, ბიჭებმა იფხელა ამური გამოიყვანეს. გაწაბული მომენტი. მოდის ნელა. პორტში შემოდის. ჯერ შორს არის. აქ უკვე ნელა მოვიდა, პუბლიკა შორიდან კიდე მოდიან ახლა ხედავ. წავა ახლა გადაღებები ტელეფონით, რომ დაინახოს სადავე, მაგრამ ჩვენ აქ ამოვეფარებით მაქსიმალურად სადავეს შევეცდებით, რომ არ დავანახოთ. მეშვიდე გვინდა დიდი. C სექტორი საკმაოდ პრობლემურია ყველასთვის. ფრანგები საერთოდ თხილად. ესე იგი, შეიძლება მეგობრებო რაღაც მომენტში თევზი გამოჩნდეს სატყუარათი, მაგრამ სატყუარის გამო ვერ დაგანახებთ, აი ესე გიოს და თემოს უყურეთ სამწუხაროდ, რომ თქვენს გარდა ბევრი ჩვენი კონკურენტები უყურებენ ხოლმე ლაივს და უშუალოდ თევზს ვერ დაგანახებთ, როცა ახლოს მოვა, რომ სატყუარა არ უნდა გამოგვიჩნდეს. ახლოშია თევზი დაახლოებით 10 მეტრში ყავს. გაწაბული მომენტი. ახლავეთ 5-7 მეტრი თევზამდე. ნახეთ. ფრიქციონი როგორ მუშაობს. იბრძვის
წავიდა 5-7 მეტრიდან, წავიდა 15 მეტრზე მაინც, მაგრამ არა უშავს. ამაზე დიდების გამო გვიყვანია, არაერთი. ახლოს არის თევზი. შემოდის სპორტში. არა. ეხლა დუპლეტი გვინდა. ახლოს არის 3 მეტრი დაახლოებით. როგორც გითხარით, უშუალოდ თევზი რო ახლოს მოვა ვერ დაგანახებთ, იმიტომ რომ სატყუარა არ უნდა გამოჩნდეს ლაივში. მოხსნით თუ არა სატყუაროს, მე თევზს ისე განახებთ. აქ ხალხი შეიკრიბა. კონცენტრაცია ბიჭებზე. თევზს ვერ განახებთ. ცოტა ხანი. თავარია ჯერ იყოს კობრი, ეს არის ყველაზე მთავარი, რომ იყოს კობრი და არ იყოს ლოქო. დავინახავთ თავარია იყოს კობრი. არის კობრია. სტანდარტული ზომის თავიდან ესე გამოჩნდა. არის საღოლ ბიჭები. საღოლ. კაია. სადავეთ დავმალოთ და განახებთ 2 წუთში განახებთ. მეგობრებო. გიო, ჯიგარი ხარ, დაკახელი. ჯიგარი ხარ. განახებთ ყველაფერს ახლა ბიჭები სადავეს დამალავენ და ამდე ესე აქედან შემოუვაროთ. Oops. ამალე. ვა, კარგი ზო. ოპ. შვენივრად ზის. აჰა. შვენიერი არ გადაგვიხდეს ბიჭებო. ეს არის 6-მდე გავუკაჩავს? 5 პლუსი არის, რაც თავარია. ძალიან კაი. აი, ხა შევინახავთ ამ თევზს. აი ესე ხდება, მეგობრებო, ეხლა იყო აწონები და ყოველი დაჭერილი თევზის შემდეგ ხდება ხოლმე შენახვა. კაია. წავიდა ეხლა. წინ 24 საათი გვაქვს, 23. აბოდროებით. საუბრობთ ბოროვიკზე სეზონაში. სადაც ყავს ერთი თევზი, აი განახებთ, სად არიან ჩვენები. არ ჩანს კარგად, მაგრამ აი აქ არიან ჩვენები, არა. ვერ ვხედავ. აი აქ არიან ჩვენები, არ ვიცი. აღიქმება თუ არა. აი აქ. მოკლედ, დაუბრუნდეთ ახლა აქ რა ხდება. ეს არის საფრანგეთი, ნახეთ. 4 კარავით. 4 კარავი და ეს არის ცნობილი ფრანგი მეთევზე მეთიუ, რომელიც შეხედეთ ეს თრემე იშვიათად ხდება, რომ თავდება ტურნირი და აი ესე ნოლები ჩალაგებული ჩვენ მეთიუს. აქ რო იწყებოდა ტურნირი თავის ოპერატორებით და მთელი ამბებით იყო ჩამოსული, მაგრამ ესაა თევზაობა, ესაა ველური წყალსაცავი რა. ტოპ მეთევზე
თევზის გარეშე. თავისი კაპიტნებით, რეზერვებით, ყველანი აქ არიან, მაგრამ ვერ შველიან. დააკვირდით ამ სექტორს. როგორი დამრეცი სექტორია, პლატფორმა რომ არ ქონოდა, ეს აქედან ვერც ისროდა კარავის დაყერავებულად უდევს. აი ესეთი სექტორებია, მეგობრებო. სოფლიოზე ანალოგიურად აქაც. აქ საერთოდ ამ ადამიანს დიდი კარავი რო ქონოდა, ვერ დადგავდა. მივდივართ ხორვატებთან და აგერ გულშემატკივრები სველობა აქვთ ამ სექტორს იგებენ. მოვიდა ინფორმაცია, რომ ხორვატები ზიგზე კარგად იჭერენ და ნახეთ რამდენი დამკვირვებელი მიადგა ხორვატებს. რა თქმა უნდა, ჩვენც მათ მივდივართ. იმიტომ რომ ჩვენც ზიგზე გადავაწყოთ ახლა. შეგახსენებთ, რომ ერთი თევზი ყავს დაჭერილი, მაგრამ ეს ერთი თევზი ძალიან ბევრს ნიშნავს ამ სექტორში. ვისაც ველაპარაკები, ყველა მეუბნება, რომ თუ თევზი ყავთ გაკეთებული, თუ თევზი ყავთ დაჭერილი ამ სექტორში, სათვალეთ, რომ საქმე შესრულებულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გუნდი დარჩება ნოლზე. მაგრამ კიდევ ერთ თუ დავიჭერთ, უკვე საერთოდ სხვა თამაში იქნება შემდეგ. აი მივედი ახლა ყვებავენ ხორვატები. სევით ნახეთ რამდენი ხალხია. მაგრამ სხვაობა ამ სექტორს და ჩვენ სექტორს შორის არის ის, რომ ჩვენ მოპირდაპირ გვაქვს ძალიან შორს. ამათ შედარებით ახლოს აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტნაკლებად მაინც სხვადასხვა სპეციფიკა იქნება ჭერის. აი ნახეთ. მეორე ნაპირზე თევზაობს ტიპი. ჩვენ ვერ ვწდებით. შესაბამისად აქ მუღამი არის, რომ მეორე ნაპირს მიწვდე, იმიტომ რომ თევზი გასულია, მაგრამ ჩვენთან ეგ მუღამი არ არის, იმიტომ რომ მეორე ნაპირი ძალიან შორს არის. შესაბამისად წინ კი არა, უფრო ახლოსში ვეძებთ ახლა თევზს და მან დავიჭირეთ რეალურად თევზი 27 მეტრზე. ზიგზე გამოყავთ პირველი თევზი. ბოსნიას. ორა კაი კობრია. ორა კაი კობრია, ზიგია. ოხრა კობრია. ახლა ნახოთ, აქ ჩასვავს და თქვენც არ ხართ? ასად კავნა დავინახოთ ხალხში. და სიგზე დაახლოებით რამხელა იქნება 5 მეტრა. ნახე, ანკეს ხო ახირა მხელა ბიჭო. ნახე, მასატკასში მინდე. ხო. არჩი ანკესის სიგზეა ალბათ. ბრავო. დასაკვებით ჩანს, რომ რაღაცა სუპის მაგვარ. მასაც აკეთეს, მაგრამ ხა თავარი არის სიგრძე გავიგოთ და რას აყენებს.
ბიჭო, მუქი ფერია. გონი. ორი აქვს ამოგდებული, რას? ეჭკი ვიდი მოსე, ბისტრო. Voila, ciao. რაოდეო. დიდი კაცი რომელსაც გაისვრის ის უნდა ვნახო. უყურე, ყველა ანკესია მოიღო სავარაუდოდ გამოტანისას. 4 ვეზიგი ქონდა, მიხდი? გამოიყენეს კონსერვები, კუდები მოდით. ბოლო დღე დასკვეთი დღე მე-4 მეგობრებო. ეხა არის დილის 9 საათი 3 საათნახევარი დარჩა ტურნირის დამსრულებამდე. ესე იგი რა ხდება აზონაში? აზონას ეს არის ტბა, სადაც ერთი თევზი ყავდა. სამწუხაროდ ისევ ერთი თევზი ყავს. გუშინ ღამით რაც გავაკეთეთ არ გამოიღო შედეგი. ცოტა მინი ვაბანკი იყო, იმიტომ რომ კიდევ გვინდოდა ერთი თევზი. მაგრამ ამ მინი ვაბანკმა შედეგი არ დაგვიდო. ეგ კი არა მეზობელმა უკრაინამ, რომელიც თითქოს არაფერს არ აკეთებდა, არც კვებავდა საღამოს და ძალიან პასიურად იყო. დაიჭირა თევზები, 3 თევზი დაიჭირა, რაღაცა ეს ცოტა ამოვარდნილი თემა არის. 2 დღე-ნახევარი არაფერი ყავდა უცებ 3 თევზი. ამა თემა ძალიან გააფუჭა. სეზონაშიც არ ქონდა დიდად შედეგიანი ღამე, თუმცა ბეზონაში სტატუნიშვილი ღვალაძის გუნდი ძალიან ყოჩაღობს, 5 თევზი აწონეს და თავიანთ ქვეზონაში სამეულში უნდა იყვნენ წესით, რაც ძალიან მაგარი შედეგი იქნება. მესამეზე თუ გავიდნენ, ეს იქნება ალექსიძე და კოპაძის შედეგის გამეორება. ნახოთ აბა. იმედია, რომ ის მიზანი რაც ნაკრებს დასახული ქონდა ტოპ 10, გუნდური ტოპ 10 გამოგვივა. ბოლო პროტოკოლით ვიყავით მე-9 ადგილზე და იმედია რომ შევინარჩუნოთ ადგილი ათეულში. აი მივდივარ ბერჩი ღვალაძე სატუნიშვილთან მოგეხსენებათ მის მარჯვნივ იდგა და დგას სოფლიოში ყველაზე ძლიერი და ტიტულოვანი კაფიშვილი. მისი ფან-კლუბიც აგერ არის, მაგრამ ჩვენ პირწმინდად ვამარცხებთ. აი ნახეთ. დაჭერილი. ნახეთ რამდენი ხალხი ყავს. და ღამით 2 თევზი დაუჭერია. აი, ეს არის მისი დაჭერა. 4, 5, 6, 9 თევზი. ახლა წავიდეთ ჩვენ ბიჭებთან. ჩვენი ბიჭები აი აქ კაია მე რა 5 ავწონეთ რა ღამე რა. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი. ძალიან კაი ბიჭებო, ძალიან კაი. დასცხეთ, ცოტა დარჩა. დასრულდა მეგობრებო, 25 ჩემპიონატი. სამწუხაროდ სულ ცოტა დაგვაყდა 10-ამდე, გავედით მე-12 ადგილზე. და ბოლო წუთებამდე ვიყავით მე-10 ადგილზე, მაგრამ ბოლოს მაინც გამოვარდით 10-იდან. მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ მოლდოვა, მეორეზე გავიდა ინგლისი და მესამეზე გავიდა უკრაინის ნაკრები. ყველას გამარჯვებულს ულოცავ. აღსანიშნავი არის ჩვენს ბიჭების თავდადება, განსაკუთრებით მაგარი შედეგი დადო ღვალაძე სატუნიშვილის გუნდმა. მოუგეს სოფლიოში ყველაზე მაგარ თევზს დალიბორ ბანაის და მის მეწყვილეს. მათ დაიკავეს თავიანთ ქვეზონაში, სექტორის ქვეზონაში მე-3 ადგილი. ძალიან მაგარი შედეგია. მსგავსი შედეგი მხოლოდ ერთხელ ქონდა აქამდე სოფლიო ჩემპიონატებზე. მოკლედ მართალია ვერ გავედით ათეულში, რაც იყო ჩვენი დასახული მიზანი, მაგრამ მაინც კარგი შედეგია. ვაჯობეთ ძალიან ბევრ ძლიერ ნაკრებს. მოკლედ
მე ახლა უკვე წამოვედი, იმიტომ რომ მე დღესვე მიწევდა გამოფენა საქართველოში, მაგრამ დღეს იქნება დახურვის ცერემონიალი და ბიჭები უკვე დაესწრებიან დახურვასაც. მოკლედ, გთხოვთ რომ გამოიწევოთ ჩვენი არხი, და მომავალ შეხვედრამდე.